ანტიტრამპის მედია საგანგებო რეჟიმში გადავიდა, რადგან ირანი ამ ოთხშაბათს 2026 წლის 27 მაისს გამოჩნდა, რომ ცდილობდა დიპლომატიური კაპიტულაცია, შიდა პროპაგანდად ექცია. მას შემდეგ, რაც ამერიკული ზეწოლის შედეგად ირანი იძულებული გახდა ემსჯელა ჰორმუზის სრუტის გახსნაზე, სავაჭრო მიმოსვლასა და ვაშინგტონთან უფრო ფართო შეთანხმებაზე. მაშინ, როცა მემარცხენეები ცდილობენ გაყიდონ იდეა, თითქოს ტრამპმა ბევრი ვერ მოიგო, რეალური ფაქტი მათთვის უფრო არასასიამოვნოა. ირანი ძალას არ აჩვენებს, ის ცდილობს სახე შეინარჩუნოს. რეჟიმი ახლა განიხილავს პირობებს, ვადებს, მედიაციას და ზედამხედველობას. ტრამპმა რეჟიმს აგზნობინა ფასი და აიძულა აიათოლები ჩართულიყვნენ იმ თამაშში, რომელსაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ აკონტროლებდნენ, რაც ირანმა დამალა. რატომ ჩავარდა მემარცხენეები პანიკაში? როგორ გადაატრიალა ტრამპმა სიტუაცია და როგორ აიძულა რეჟიმი დათმობაზე წასულიყო მას შემდეგ, რაც კვირების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ არასდროს დათმობდნენ. ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი ციფრული პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ზეწოლა დაიწყო თეირანისთვის ყველაზე მგრძნობიარე წერტილში. განსხვავება მუქარის გამოცხადებასა და მუქარის შესრულებას შორის. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა მემორანდუმის წინასწარი ვერსია და განაცხადა, რომ ირანი კომერციულ მოძრაობას სრუტეში აღადგენს წინა დონემდე, მაქსიმუმ 1 თვეში. ამავე დროს შეერთებული შტატები რეგიონიდან ჯარებს გაიყვანს და საზღვაო ბლოკადას მოხსნის. თუმცა, თავად ის ფორმა, როგორაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, უკვე აჩვენებს პრობლემას. ეს არ იყო სუფთა სამხედრო გამარჯვების სახით წარმოდგენილი. ეს მონახაზის სახით გავრცელდა როგორც ნარატივის ტესტი, როგორც მცდელობა ირანში შიგნით ნაკლებად დამამცირებელი გამოსავალი გაეყიდათ. თეთრმა სახმა უარყო ირანული ვერსია და ეს ანგარიში გამოგონებად მოიხსენია. ეს რეაქცია აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპმა არ დაუშვა, რომ თეირანის სცენარში მოექციათ. რეჟიმასა და სახელმწიფო მედიას მიაშურა და საკუთარი პირობები გამოექვეყნებინა, სანამ ვაშინგტონი შეთანხმების პოლიტიკურ ინტერპრეტაციას აიღებდა კონტროლზე. აი სწორედ აქ ეჭიდება მემარცხენეები ხმაურს და ცდილობენ მოლაპარაკება ამერიკის დამარცხებად წარმოაჩინონ, მაგრამ ამ ფარდის მიღმა სულ სხვა რამ ჩანს. ირანი მხოლოდ გასვლაზე, ბლოკირებასა და მოძრაობასა და მედიაციაზე იმიტომ ლაპარაკობს, რომ ზეწოლა მიმუშავა. ვინც ხელსაკრავ მდგომარეობაშია, მას მონახაზის გაჟონვა არ ჭირდება. ვინც იგებს, მას არ ჭირდება იჩქაროს და საკუთარი უკან დახევა ახსნას. ტრამპმაც კაფიოდ აღნიშნა, რომ არ მიიღებდა ირანს ან ომანს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს, ისე თითქოს ეს გზა მტრული რეჟიმის პირადი საკუთრება იყოს. ვაშინგტონში კაბინეტის შეხვედრაზე მან თეირანი დაადანაშაულა იმაში, რომ ცდილობს მოლაპარაკებები შუალედურ არჩევნებამდე გააჭიანუროს. თითქოს რეჟიმს შეუძლია აშშ-ში პოლიტიკური ცვლილების მოლოდინი, რათა უკეთესი პირობები მიიღოს. სურათი მარტივია. ირანი დროს აჭიანურებს არა იმიტომ, რომ ძლიერია, არამედ იმიტომ, რომ იცის, ტრამპის სუსტი დემოკრატივით არ ივაჭრებს. თეირანს ვადა უნდა, ტრამპს გარანტია, თეირანს ნარატივი. ტრამპს კონტროლის მექანიზმი უნდა. ირანის კაპიტულაცია მაშინ ჩნდება, როცა რეჟიმი, რომელიც წინააღმდეგობაზე ყვიროდა, იწყებს განხილვას, როგორ კვლავ გახსნას გასასვლელი, როგორ დააბრუნოს ვაჭრობა ნორმალურ რეჟიმში, როგორ აიცილოს ახალი დარტყმა. სწორედ 60-დღიანი ვადის შესახებ დისკუსია აჩვენებს, რომ ირანი ინსტიტუციურ გამოსავალს ეძებს, რათა არ აღიაროს, რომ ძალით დააჩოქეს. მემარცხენეები ამას ტრამპის მარცხს ეძახიან. ვინც მშვიდად უყურებს დაინახავს, რომ ეს თეირანის გააზრებული უკანდახევაა იმ ზეწოლის წინაშე, რომელიც ძალიან ძვირი დაუჯდა. ამერიკის ოპერაცია ირანის წინააღმდეგ თეთრი სახლის მიერ უკვე იყო წარმოდგენილი როგორც ძალის გამოყენებით მშვიდობის პოლიტიკის ნაწილი. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ მიზნები იყო რეჟიმის სამხედრო შესაძლებლობების განადგურება, ბირთვული პროგრესის შეჩერება, ტერორისტული ჯგუფებისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა და ჰორმუზის სრუტის გახსნით ცეცხლის შეწყვეტის გზის გაკაფვა. მემარცხენეები ამ დეტალს უგულებელყოფენ, რადგან ის ანგრევს კოლაფსის თეორიას. ტრამპი ამ კრიზისში არ ჩაერთო იმისთვის, რომ ტელევიზიის კომენტატორი დაეკმაყოფილებინა. მან ხარჯი წინ დაუდო და აიძულა მოწინააღმდეგე აერჩია. ან პოლიტიკურად განაგრძობდა ზიანის მიღებას, ან მოლაპარაკებაზე წავიდოდა. მემარცხენეების პანიკა ჩანს იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ ტრამპის უკონტროლო იმიჯის გატიდვა ზუსტად იმ დროს, როცა ირანი ცდილობს შეთანხმებით გამოვიდეს კრიზისიდან. ამიტომაც ესხმიან თავს პოსტებს, მიმებს, ფრაზებს, პროვოკაციებს და კომუნიკაციის ნებისმიერ დეტალს. სტრატეგიაა, რომ მთავარი ფაქტიდან ყურადღება გადაიტანო. სანამ ისინი სტილზე ყვირიან, ირანის რეჟიმი პირობებზე მსჯელობს. სანამ ისინი ისტერიკაზე ლაპარაკობენ, თეირანი საზღვაო მოძრაობაზე საუბრობს. სანამ ისინი თავს იკატუნებენ, თითქოს ტრამპი დამარცხდა, აიათოლები ცდილობენ აუხსნან საკუთარ მოსახლეობას, რატომაც წარმოებენ მოლაპარაკებებს იმავე პრეზიდენტთან, რომელსაც ადრე ღიად უპირისპირდებოდნენ.
კანადის შემთხვევაც ამ ნარატივის ომში დამახინჯებულად ჩაერთო. კანადის მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები, რათა შეიძინოს სააბის Global Ice სისტემა, როგორც საჰაერო წინასწარი გაფრთხილებისასა და კონტროლის ახალი შესაძლებლობა. მემარცხენეებმა სცადეს ეს გაეყიდათ, როგორც აშშ-ს იზოლაციის მტკიცებულება, მაგრამ ეს ინტერპრეტაცია უგულებელყოფს ცვლილებას, რომელსაც ტრამპი წლებია ითხოვს. მოკავშირეებმა მეტი უნდა დახარჯონ, მეტი აწარმოონ და საკუთარი თავდაცვის ნაწილი თავად იტვირთონ. კანადური განცხადება ამბობს, რომ გლობალაი დაეხმარება კანადის შეიარაღებულ ძალებს არქტიკასა და მის ფარგლებს გარეთ საფრთხეების გამოვლენასა და შეკავებაში. ასევე აღნიშნულია, რომ ეს მხარს აუჭერს 3000 სამუშაო ადგილს აეროკოსმოსურ და თავდაცვის სექტორში. სააბმა განაცხადა, რომ კანადა ოფიციალურ მოლაპარაკებებში შევიდა, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ არის ხელმოწერილი და არც შეკვეთა მიუღიათ. ანუ ამ შემთხვევაშიც კი მარცხენა ფრთა ცდილობს ინდუსტრიული თავდაცვის მოლაპარაკება წარმოაჩინოს, თითქოს ეს ამერიკული ლიდერობის დაკრძალვა იყოს. სინამდვილეში მოკავშირეები თავიდან ორგანიზდებიან, რადგან მიხვდნენ, რომ სოფლიო უფრო რთული გახდა და ეს პირდაპირ ეხმიანება ტრამპის ხედვას. თავდაცვა ლამაზი სიტყვებით არ უნდა შემოიფარგლოს, ის რეალურ შესაძლებლობად უნდა იქცეს. ეკონომიკაც ამავე ბრძოლაში ერთვება. რესპუბლიკელი ლიდერები უკვე ამბობენ, რომ შუალედური არჩევნების ბედი განისაზღვრება ფინანსური მდგომარეობით, ინვესტიციებით და ამერიკაში გაუმჯობესების აღქმით. მემარცხენეები ცდილობენ ამ საკითხს გაექცნენ, რადგან სჭირდებათ, რომ საზოგადოებამ ქაოსი დაინახოს მანამ სანამ შედეგს იგრძნობს. თუ ინვესტიციები ჩნდება, თუ მოკავშირეები აქტიურობენ, თუ ოპონენტები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და თეთრი სახლის ზეწოლას ინარჩუნებს, მარცხის ნარატივი ძალას კარგავს. ამიტომ ყველაფერს ერთ პაკეტში აერთიანებენ. ირანი, კანადა, ტეხასი, პოსტი, UFC, გლობალური ჯანმრთელობა და ნებისმიერი სხვა ხელმისაწვდომი თემა. მიზანია ქაოსის შეგრძნების შექმნა, მაშინაც კი როცა ფაქტები სტრატეგიულ მოძრაობას აჩვენებს. ირანს ეს თამაში კარგად ესმის. ისლამური რევოლუციის შემდეგ თეირანი შიდა პროპაგანდას იყენებს, რათა უკან დახევა წინააღმდეგობად გადააქციოს. ამერიკელი მძევლების კრიზისის დროს 1979-დან 1991 წლამდე 52 ამერიკელი 444 დღის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა, სანამ გაათავისუფლებდნენ. 1991 წლის 20 იანვარს რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დღეს. ამ ეპიზოდმა ამერიკის პოლიტიკა განსაზღვრა, რადგან აჩვენა, როგორ აფასებენ მთრული რეჟიმები ვაშინგტონში სისუსტეს და ძალას. როცა შეამჩნევენ დაუცველობას, კიდევ უფრო შორს მიდიან. როცა რეალურ ფასს ხედავენ, გამოსავალს ეძებენ. დღეს ეს ლოგიკა სხვა ფორმით მეორდება. თეირანი ცდილობს მოლაპარაკებას ისე, რომ დათმობაზე წასული არ ჩანდეს. სხვა ქვეყნებიც გვასწავლიან ამ გაკვეთილს. ისრაელი ეგზისტენციალურ საფრთხეებს პასუხობს ისე, რომ საერთაშორისო მედიას ნებართვას არ სთხოვს. ინდოეთი თავის პოზიციას ამყარებს, როცა საკუთარ მარშრუტებსა და საზღვრებზე საფრთხეს გზნობს. პოლონეთმა ევროპაში თავისი სამხედრო ძალა გაზარდა, რადგან მიხვდა, რომ უსაფრთხოება ბიუროკრატის სიტყვებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. კანადა ახლა არქტიკაში მეტი შესაძლებლობის მოპოვებას ცდილობს იგივე მიზეზით. მემარცხენეები კი ტრამპის კრახის ისტორიას ელოდნენ. მათ მიიღეს ისტორია, სადაც ირანი მოლაპარაკებებში დანებდა, მოკავშირეები იარაღდებიან და მედია აშკარას დამალვას ცდილობს. ირანის რეჟიმი ამ კრიზისიდან უფრო თავისუფალი არ გამოსულა. ირანის რეჟიმი იძულებული გახდა აეხსნა, რატომ დათანხმდა პირობების განხილვას ამერიკის ზეწოლის ქვეშ და ტრამპმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ზოგჯერ ომის ყველაზე რთული ნაწილი სროლა კი არა, სხვა რამეა. ეს არის მტრის იძულება, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მას შემდეგ, რაც კვირების განმავლობაში აცხადებდა, რომ არასდროს დათმობდა. მე ვარ მილსონ ალუესი, გლობალი. და ჩემი მიზანია ყოველ დღეს სიმართლე მოგაწოდო და კარგად ინფორმირებული ყავდე. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაუტოვე ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში.